ჩვენ ვიმყოფებით საპატრიარქოსთან. ფაქტიურად მოვდივართ დიდება უფალთან, ხო ვისია საპატრიარქო, ხო ჩვენია ხალხის. ხო ჩვენია, ჩვენ ღმერთთან მოვედით, ხო? ყოველ შემთხვევაში აქ უნდა იყოს ყველაზე მეტად ქრისტეს სიყვარული და აქ გამოცვიდნენ უყურეთ, აი ისეთი იმითი დაუნდობლად რაღაცნაირი იმით, რომ არ გაშალო. საზოგადოებას ერთი წუთი. შეგიძლიათ აი გაშალოთ საპატრიარქო იქნება დასახვევია დავდეთ. სადაც ჩვენ შეგიძლიათ გადასგან ამ ქვეყანაში ჩვენ დიდი ხანია დიდი ხანია ამ ქვეყანაში დაისახურა ქრისტეს უარყოფა და ყველაზე მეტად იქ სადაც უნდა იყოს ადამიანის სიყვარული ყველაზე მეტად ვინც უნდა ხელისუფლებას აჩერებდეს იმ უღმერთო კანონებით, რაც ჩვენ ქვეყანაში მოქმედებს, ისინი ჩუმად არიან. ჩვენ ვითხოვთ საპატრიარქომ ამოიღოს ხმა, აგერ ლოზუნგი გეუბნება. ქრისტეს სამშობლოს აღებრის გალატისთვის ვითხოვთ რეაგირებას. საპატრიარქოს კატეგორიული და პრინციპული მოთხოვნა როდის გახსოვთ? როცა კესარია აბრამიძე ტრანსგენდერი ტელევიზიებში ვარსკვლავად აქციეს. დღეს გამოსახლებაზე მიდის. ფაქტიურად საკუთარი ერისგან, სახელმწიფო წარმომქმნელი ერისგან იცლება ქვეყანა. და იმითი რა ქვია, სახელმწიფო უგზავნის თავის აღმასრულებელს და გარეთყრიან, ხმას არ იღებს კი არა დიღომში. ერთ-ერთი ტაძრის წინამძღვალმა საბანკო სისტემა და მევახშეები გაამართლა. მე მგონი ამათ საერთოდ არა აქვს წაკითხული ბიბლია და სახარება, როგორც ხედავ, უმეტეს ტაძრებში ისეთები არიან შესული. რადგან როგორც ყველგან ვიცით, აქაც საქმის ჩაწყობები ხდება და წინამძღვრობის ყიდულობენ. ამიტომ გაჩერებას არ ვაპირებ. ზუსტად იქ, სადაც მოსათხოვია, რომ ჩვენ უნდა გქონდეს ქრისტიანული ქვეყანა. ჩვენ უნდა ქრისტესთვის თავგამწირვა უნდა შეგვეძლოს. ასეთ მამებს მოგიწოდებთ. ჩვენ დედები მზად ვართ. ჩვენი სიცოცხლის ფასად. ვინც მანქანით უნდა შემოვიდეს ამას ეკრანში და გადასახი, ხო? და რამე არასწორია ამ მოთხოვნაში. ერთი წუთი ჭეშმარიტი შვილები, რომლებიც არის ნამდვილები, თითქმის ყველანი გაუშვეს ეკლესიებიდან და ის რა ქვია, დევნაში ყავთ. გადაგზავნით იქით მანქანას. მარტო მე ვიცი, იმ ახარიდან ის მამაო გამოვიდეს. შეხედეთ უყურეთ, არა? აქ გადაგზავნით. აქ გადაგზავნით. მანქანას მოერგეთ. ასე გაშალეთ, და სხვა არ არის საჭირო ასე. გადაგზავნით. გადაგზავნით. ალო. აბა თუ ექნება რეაგირება. აბა მოხედეთ რატომ გევარ. მოხედეთ რატომ გევარ. მაფია. აქ უამრავი შევა, რომელსაც სამშობლოს ტკივილი საერთოდ არ აწუხებს. ურია ებრაელებმა დაისაკუთრეს საქართველო. და თვითონ ეს რელიგიაც ამ წელში, რომელიც ამათ აქვს, ისიც ურია ებრაელების რელიგიაა. ქვეყანაში როცა 1000 სექტა სასაცილო არავე. ქვეყანაში სადაც ერთი წუთი მაინც ქვეყანაში სადაც 1000 სექტა გამრავლდა და ფაქტიურად ქრისტე დიდება უფალს მაპატიოს კუთხეში მიაყენეს და ტაძრის გარეთ დგას და გველოდება ჩვენ ერი როდის ამოვიდნენ ხმას. ყოველივე იმ მგვანობაზე რაც ამ ქვეყანაში ხდება. ჩვენ ახლა მოვითხოვთ შეხვედრას. მოსაყდრესთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელი ვინც არის ჯაღმა იძესთან. და ჩვენო ძვირფასო თანამოქალაქეებო, ჩვენ ერთ კვირას ვაძლევთ საპატრიარქოს დროს, რომ მოწვეული იქნას
სასწრაფოდ სინოდი რომელიც ყველაფერი კარგად რო არის და ხელისუფლებას რო იმას უმშვენებენ ხარს მე როცა მოუნდებათ და რაღაც ღონისძიებები რო აქვს ესე არ იქნება 100,000 მოწამის სცენების დღე უნდა იზეიმონ მაშინ როცა საკუთარი ერი დევნილია ამ ქვეყანაში და დევნილია ზუსტად ერთი მიზეზია მარტო ერთადერთი პრობლემა გვაქვს ჩვენ ქართველებს ურწმენობა რომელიც პირდაპირ ტაძრებიდან მოდის იმიტომ რომ დაზომბირებული მრევლი მიიღეს მრევლს რომელსაც არ ასწავლიან ქრისტეს სიყვარულს მრევლს რომელსაც არ ეუბნებიან რომ დაცემა მეტი ნეტარებაა ვიდრე მიღება რომ გაჭირვებულს უნდა დაეხმარო და ან რატო უნდა გყავდეს გაჭირვებული როცა საპატრიარქომ და ხელისუფლებამ დაინაწილეს ეს ქვეყანა პირდაპირ თქვა ამას ჰაერზე არ ვლაპარაკობ და ამიტომ აუცილებლად ერთი კვირას ვაძლევთ დროს ჩვენ რომ ერთ კვირაში შეიკრიბოს სინოდი და ერის წარმომადგენლებს გასცეს პასუხი პირდაპირ ერის წარმომადგენლებს და თუ არ გამოჩნდება რომელიმე მამაო და გაბედავს იმას რომ მართლა ქრისტეს სიყვარულისთვის ხმა მოიღოს და არა ევროპისკენ არა რუსეთისკენ არა უფლისკენ საქართველოს სხვა გადარჩენის გზა ჩვენ არ აგვაქვს არანაირი გზა არ დარჩა აქ მიტაცებულ საქართველოს ჩვენ ვერაფრით ვერ დავიბრუნებთ თუ დიდება უფალს ქრისტე არ ვადიდეთ მართლა ჭეშმარიტად გულით საპატრიარქო უნდა დაგვიდგეს გვერდზე რათა არაბიზაცია და ინდუზიზაცია არ განხორციელდეს მთელ საქართველოში ბოლოს და ბოლოს გამოსახლებები შეჭერდეს 400,000 ოჯახი გამზადებულია გამოსასახლებლად ძაღლების უფლებებს იცავენ ამ ქვეყანაში და თავშესაფრებს უქმნიან და ადამიანებს პირდაპირ ქუჩაში ყრიან ახალდაბადებულ ბავშვებს იმიტომ რომ ვერ გადაიხადეს ქირა ვერ გადაიხადეს ვიღაცის სესხი ქუჩაში ყრიან და არც კი თავშესაფარსაც არ აძლევენ და ამ იმფოზე როდესაც მიდის არაბიზაცია მთელ ქვეყანაში და რა ვიცი რიზაცია კიდე ეს პროცესი არ გაჩერდება არ ეგონოს არც ხელისუფლებას და ვკითხეთ რას ვაპროტესტებთ არ ვტკივათ ერის ტკივილი ვის ემსახურებით აი თქვენ ვის ემსახურებით გეკითხებით თქვენ ბუტკებს ფულის შემოსავლის წყაროდ რო გაქვთ წეული ამას ემსახურებით თქვენ აი თქვენ პანდურები და გარიგებებზე დაგიხართ კიდე როგორ დაისაფუთროთ მომდევნოები აღარ აპირებს ერი გაჩერებას და სრული უფლება მაქვს ერის სახელით ვილაპარაკო რადგან ერის უმრავლესობა დღეს ზუსტად იმიტომ რომ მიიტაცა ერთად ხელისუფლებამ და საპატრიარქომ საქართველოს მისი სასარგებლო წიაღისეული და ყველაზე დიდი მაგალითი ჩვენ ეს დამძეთ როცა უფლის ციხეში დიდება უფალს იქ როგორ ვაჭრობს ხელისუფლება და ის რა ქვია საპატრიარქო და როგორ იყოფენ ყოველდღე შემოსულ წილებს რომ იქ ტაძარში მიმსვლელი ხალხი ფულს რო იხდის რამდენ პროცენტია ოღონდ საპატრიარქო მაგას ვერ გეტყვით და ძალიან ბევრი სხვა მაგალითი არის რომელიც სახეზე დევს და არ გვეშინია ეს რომ ამხილოთ უკვე თუნდაც ვამბობ ეს ჩემი სიცოცხლის ფასად დაჯდეს დიდება უფალს სამშობლოსთვის მე ჩემი თავი შემიწირავს არ არის პრობლემა მაგრამ იმედი მაქვს წმინდანები ხედავენ ნამდვილები რომელიც ტაძრებიდან გააქციეს ტაძრებიდან გაუშვეს და დევნეს მამა გაბრიელის სული ხედავს ყველაფერს დღეს ჩვენ რატო ვდგევართ აქ ხედავს მამა გიორგი ბასილაძე მეუფე ილარიონ სამხარაძე შვანია ლეონტი და უამრავი ჩამოვთვლი კიდე დიდება უფალს ამბროსი ხელაია ხედავს ამას ჩვენ რატო ვდგევართ აქ დღეს და არაფრით არ დავიხებთ უკან ყველაფერი უნდა გამომზეურდეს თქვენი გარიგებები გეუბნებით ერთ კვირას გაძლევთ ვადას ერთ კვირაში კი ერი რომელიც ფიქრობს რომ ჩვენი პრობლემა სხვა არაფერია თუ არა ამათი ერთად შეთანხმება და კურკური გაყოფაზე საქართველოსი აი ეს და ჩვენ ურწმენობაა ჩვენი პრობლემა ზომბირებული მრევლი არ ჭირდება ქრისტეს არაფერში შენ თუ არ ვტკივა გამოსახლებაზეა და წერილი ოფიციალური მაქვს მოწერილი პატრიარქზე თუ რა ხდება და რამდენი წელია დავდივარ მაგრამ პასუხი იყო ოლიმპიური სიმშვიდე და უკვე ამ სიმშვიდეს ჩვენ დავარღვევთ რადგან მეცეს საქართველოს ვერ აიტანს სარეცელზე წევს რეანიმაციაში სისხლის განიცლება საქართველოს და ამას არაფრით არ დაუშვებ და იმათ მინდა კიდე მოგიწოდოთ ვინც მარტო არაბიზაცია დაიჩემეთ ეგერ ეროვნულ ბანკს მივადგენთ
ორი უბედურება ამბობ 47 მილიარდი უკვე დასაკუთრებული ქონდა 7 წლის უკან და ჩვენი მოკალაკ ჩვენი თანამემამულეების ქონებები უკვე მთელი მსოფლიოს მასონებს წაღებული აქვს და ახლა არაბიზაციის 6 მილიარდიან პროექტზე მარტო რომ ისა რა ქვია გახდით რომ აუ ეს არ უნდა დაუშვათ აი რას გეუბნები ის ნაკლებად მტკივნეულ თემად თუ მიგაჩნია მაშინ ჩაიკმინდა ენა და საერთოდ არ ილაპარაკოთ და ხალხშეწმისკენ მოუწოდებ ერთხელ კიდე გინდათ გამოუშვათ ორთქილი გამოაშვებიოთ მაგრამ ხვალზე რომ მისახლებენ შენ ქართველს ჩვენი ჩაგურის ხარჯზე რატო ხდება ამ ქვეყანაში ყველა ჯურის ჩამოსვლა არაბის არ ვერჩი პირდაპირ გეუბნებით მაგრამ ჩვენი ჩაგურის ხარჯზე არ უნდა ხდებოდეს არ მაინტერესებს აქ მე ნამდვილ ქრისტეს სიყვარულს ვერ მხედავ და ვერავინ ვერ მეტყვის შენ მასე ებრძვი ეკლესიას კი ეკლესია სხვა მცნებაა მე ვებრძვი ჭაობს რომელიც საპატრიარქოში დიდი ხანია არის და ამას ქვია ერის გამყიდველი პოლიტიკა ეთილინებეთ და მოახდინეთ რეაგირება. მოგესალმებით მეგობრებო. საერთოდ გადაღამე რომ საუბრობთ იმაზე რომ მამულია მთავარი ენა და სარწმუნოება როგორ ვხედავთ მეორე მხრიდან იმას რომ მამულსაც ყიდიან, ენასაც გვირყნიან და სარწმუნოებასაც ანადგურებენ. როცა შეკითხვები ისმის სად არისო გამოსავალი და ვინ გვიშველის ახსნა და ასე შემდეგ, ცნა და აღმავლობის გასაღები აზრების გაწმენდაშია. იმ სულიერად ამაღლებული წმინდა უბრალოებით, რაც გააჩნია ერისა და ბერის ღირსეულ ნაწილს. მე მინდა ახლა რამდენიმე ამონარიდი წაგიკითხოთ კიდევ იმ ღირსეული მამების, რომლებიც თავის დროზე ებრძოდნენ ზოგი ხმალამოღებული, ზოგი სიტყვით, ზოგი მოქმედებით და ეს ჭეშმარიტება მარადიულია. თუ თავისუფალია და მებრძოლია ეკლესია, თავისუფალია და გაუუტეხელია ერის. ამას ამბობს წმინდა კირიონ მეორე საძაგლიშვილი, რომელიც მოკლეს თვითონ ეკლესიაში. ეკლესიური მონობა ყველა მონობაზე უარესია, ზანებს იგივე კირიონ მეორე. კაცს აქვს მორალური უფლება, მოვალეობა, გამოიყენოს ძალა, წინააღმდეგეს ბოროტებას. რამდენადაც თავისუფალია ერი, იმდენად თავისუფალია ეკლესია. წმინდა აბგროს ხელაია. სასულიერო პირის მოვალეობა ამხილოს ბოროტებას, სასულიერო პირს უნდა შეეძლოს ხმამაღლა ამხილოს უღმერთო ხელისუფლება. სულიერ წყევსებს ხალხის დაცვა ევალება და არა უსამართლობასთან გარიგება, რასაც დღეს ვხედავთ. ხელისუფლებისადმი ბლიქნელი და ბოროტება ხელისუფლებასთან მიმართებაში გარიგება. მამა ლეონტი ჟოვანია და როდესაც ვსაუბრობთ ჩვენ დღეს იმაზე თუ რა დღეშია ქვეყანა ჭერს ის რომ სულიერი თვალსაზრისით უთხრამენ ერს და ასევე იმ წმინდა ბეს, რომლებიც ღირსეულად მოქმედებდნენ დღევანდელ დღემდე და ასევე იმოქმედებენ ხვალზე. აი აჩვენე კიდე მობრძანდნენ ანდურები. ხვალ კიდევ სიმბოლურად არის 100.000-თა მოწამის დღე. ესეთ შემთხვევით არ ხდება დღეს ვაქვარს და აქითაც იმ აზრზე უნდა მივიდეთ, ამითაც რომ ღირსება პირველ რიგში ადამიანობა და ადამიანობაში არის უბრალოება. დიდება ქრისტე ღმერთშია, ცოცხალ წმინდანებში და ასევე იმ ისტორიაში, რაც ღვთისგან მოდის და რაც ერს უნდა აუხსნათ, გამოვაფრთხილოთ და ვიმოქმედოთ ისე როგორც ჭეშმარიტება შეშვება. ირანელებზე, ინდოელებზე, ჩინელებზე, არაბებზე გაყიდულია ქვეყანა. სულიერად საკუთარ კომფორტზე გვაქვს ქრისტიანობა მორგებული. ერი, ბერი არის ძალიან ცუდ მდგომარეობაში, სულიერად დაცემულ მდგომარეობაში და საპატრიარქოს პატრიარქს რომელი ჯვარი უჭირავს, სახელმწიფო რა მდგომარეობაშია, ვიხრჩობით მევახშეებისგან, საშინელი მდგომარეობა, ერი უთხოვს, ჩვენ ვითხოვთ ერის გამოფხიზლებას და ერი ითხოვს გადარჩენას. სად არიან სასულიერო პირები? ჩვენ პირველ რიგში საპატრიარქოს მივმართავთ. შიდა სამზარეულო უნდა გაწმინდოს. შიდა სამზარეულო და მოხედოს საკუთარ ერს, რომელსაც გადარჩენა უნდა და მიყავთ სინგაპურიზაციისკენ ადგნენ ჩვენს გვერდით, რათა გადავარჩინოთ საკუთარი ქვეყანა, თორემ გამოსახლებები საკუთარი ერი არის ქუჩაში გაყრილი. იხვეწებიან, გადახვეწილებიან და ქვეყანა არ გვაქვს ფაქტიურად ჩვენ ხელში.
გამოფხიზლი ქართველები. ასევე მოუწოდეთ იმ ღირსეულ სასულიერო პირებს, რომ ეს ჩაუდგნენ სათავეში და იმოქმედონ ისე, რაც საქართველოსთვის არის პირველ რიგში მისაღები. იმ წმინდა სალოცავებისთვის, იმ სიმართლისთვის, იმ უბრალოებისთვის, იმ სიყვარულისთვის და უანგაროსიკეთისთვის, რასაც სიტყვით მოგვიწოდებენ, მაგრამ მოქმედებებში უმეტესწილად ვერ ვხედავ. დიახ, ყველაზე ეტაფაში ავჭავდა არიან. კარგი მამებიც არიან და საქართველოს უნდა გადავარჩინოთ. სულიერი ხსნა უნდა დაიწყოს სულიერებიდან გადარჩენა ქართველი ერის. შენი რაიუჩები მეხსები გამეთიჩა 2 წამი თუ დამაცდე ჩავხოთ. ძირფასო თანამე მამულენო ჩვენ დღეს ვდგევართ ქართული ანბანით აქ და რატო? ყველა საიდუმლო ამ ენაშია მოქცეული, რომელსაც გვიმალავენ და ცრუ რელიგია შემოგვყენეს. სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით. ჩვენ დროა უკვე ხმა გავიღოთ. ივანე ზოსიმე იცით ალბათ ყველამ და ზუსტად ამენით იმხილება. და ეს არ არის მარტო საქართველოს საპატრიარქოს, ეს არის მთელი მსოფლიოს ცრუ რელიგიის მიმართ მიმართვა. ახლა ხო იცი თურქეთში უნდა შეიკრიბოს ყველა აბსოლუტურად კათოლიკებიც და ქრისტიანებიც და ერთად უნდა ილოცონ თურმე. აქ ყველაფერი დარღვეულია, რაც ქრისტესთან არის დაკავშირებული. დიდება უფალს კიდევ ამბობ ჩვენ ქართველებს ზოგადად ადამიანი გვიყვარს. ჩვენ ეროვნების მიხედვით არ ვყოფთ, მაგრამ ჩვენ გვიყვარს ქრისტე, რომელიც აბსოლუტურად უარყოფილია ამ ქვეყანაში. და მიდის საკუთარი ერის დევნა. და ქალით 15 წელია დავდივარ გამოსახლებაში. აქ მე მაგ რამოდენიმე წერილი მოწერილი. მაგრამ ერთი პასო დააჩერეთ, მანაო და კითხე რატო ვარ აქ? რომ მოჭექი ამ ხელა ჯიპზე და რო არ გაინტერესებ, შენი ერი რაზე იძახის, რომელ ქრისტეს ადიდებ? რომელ ქრისტეს ადიდებ თქვენ? ამონას. ესენი თავიანთ შექმნილ ქრისტეს ადიდებენ. თავისთვის და ხალხს აზომბირებენ, რომ ეს არის თურმე ქრისტიანობა, მიუტანოს ის რა ქვია შესაწირი ტაძრებში, რიტუალები, სადღესასწაულო დღეებზე ჩაატარონ და რაც შეიძლება მერე ჭამონდან თან ეს ქვეყანა. ეს ამას ემსახურება ეს. პირდაპირ უნდა არავის შელამაზება არ შეიძლება, იმიტომ რომ ჩვენი პირდაპირ ვამბობ განაჩენი იმათ მიღებული აქვს, მაგრამ დიდება უფალს ღმერთს თავისი გეგმა აქვს და ამიტომ არ გვეშინია რომ მართლები ვარ და იმიტომ ვდგევართ აქ, რომელიც უნდა იდგეს ზუსტად სადარაჯოზე, ქრისტეს სადარაჯოზე. მაგრამ კი ხედავთ, მამაოს არც კი აინტერესებს რატო ვდგევართ აქ. რას ვაპროტესტებ? იმიტომ რომ შიში აქვს უკვე შიში. ჟამი დადგა ამის, რომ იმხილოს ყველა. და მივადგეთ ყველა აბსოლუტურად და იმ თავიანთ გუტკებში პირდაპირ ვამბობ, თორე მადლი გააცალეს ტაძრებს. სად არის მადლი, როცა ქრისტეს დევნი, ქრისტეს სახელით ლაბარაკობ, მადლი დარჩება ამათთან? აი ამიტომ ყველას მოგადგებით აბსოლუტურად. და ახლა გამოჩნდება ვინ არის პატიოსანი მამაო. ევროპისკენ კიდევ იმეორება ამერიკისკენ თუ რუსეთისკენ და ქრისტესკენ რომელი არის. თავის ტანჯული ერის დასაცავად ვინც დადგება, აი ის იქნება ნამდვილი. ერთი ელემენტარული შეკითხვა უნდა დასვათ ქრისტე თავის მოციქულებთან ერთად უბრალოებას ემსახურებოდა და როდესაც საპატრიარქოზე ვარ ხშირ შემთხვევაში საუბარი გამონაკლისი სასულიერო პირების გარდა ისინი ემსახურებიან იუდას კასას რაც საერთოდ ამოვარდნილია როგორც სულიერი ჩარჩოდან ასევე ერობრივი ადამიანური მორალური ზნეობრივი და სხვა დანარჩენი. ამიტომ შეკითხვები უნდა დაისვას და ამაზე პასუხები უნდა იყოს გაცემული და როდესაც ერი ამ დღეშია და იყიდება ყველა გოჯი, ყველა მხარეს, ეს იმას ნიშნავს, რომ სათავეა მღრიე და სათავე თუ მღრიეა, ბოლოში ამავე იქნება სულთა წყლის ძებნა. ზედან შემოქმედა. დღეს ზოგი მამაობი ალაპარაკდა იმაზე, რომ თურმე შევიწროებული არიან და საპატრიარქოსთან რაღაცას ვერ იყოფენ. ძალიან კარგად მახსოვს დიდება უფალს, დიდება მამა გიორგი ბასილაძეს, როცა
პანაშვიდი დღეს სამძიმარზე რო ვიყავი, მააპატიე მამა გიორგი, როგორ დაიწყეთ ისა რა ქვია, ბღავილი ბევრმა. და იცით რატო? ხმას რო არიღებდით, როცა დევნილობაში იყო. მამა გაბრიელი, როცა მამა გიორგი, დღეს მამა ნიკოლოზი იქ მდუმარებაში როა. და ხმას არიღებთ, იმიტომ რომ თქვენ აგეგონათ არ მოგადგებოდნენ. მაგრამ უკვე ისე შორს წავიდა. ისე შორს წავიდა საკუთარი ერის და ქრისტეს უარყოფა საკუთარი სამშობლოსი, რომ თქვენს ვერ აიტანეთ უკვე და რაღაც ლაპარაკი დაიწყეთ, მაგრამ ეს საკმარისი არ არის. მამებო, რომელიც ნამდვილები თუ დარჩით ვამბობ და იმედი მაქვს, რომ რამოდენიმე მაინც დარჩით. ამოიღეთ ხმა და ერის ძახილს შეუერთდით. ერი, რომელიც ძალიან კარგად ხედავს, რომ ჩვენ, რომელიც უკანასკნელი მოჰიკანი ვართ, ქრისტეს დამცველები, ყველაზე დიდი მტერი ჩვენ გვყავს. ამიტომ არის საქართველოს მთელი ურია მასონთა სამიზნე. ამიტომ არის ამ ქვეყანაში აი ეს მებახშეობა და ბანკები ასე რო იქცევიან დედამიწის ზურგზე, რომ არც ერთ ქვეყანაში არ იქცევა. იმიტომ რომ ჩვენი მენტალობა შეისწავლეს, ვის სესხე ვერ გადავიხადეთ. რატო? იმიტომ რომ საპატრიარქომ და ხელისუფლებამ დაინაწილა ყველაფერი. სამუშაო ადგილები მოსწეს და ერი დააყენეს მარტო მომსახურეს, შესტიორკა ბოდიში და მონად აქციეს. მოსამსახურეთ სასტუმროებში, ბორდელებში, რესტორნებში. და იმას ურჩევნია დამალულად იქ ვიღაცას უაროს საწყალმა ქართველმა. თქვენ დედები გააქციეთ, რომ ხმა არ მოეღოთ, მაგრამ დავრჩით მაინც. და იმედი მაქვს, რომ დარჩება. პირდაპირ ერთ კვირას ვაძლევთ ვადას, ვამბობ. და აქ ერთ კვირაში ჩვენ მოვალთ კარვები და იქ მოვითხოვთ და ესენი მოთხოვენ მერე ხელისუფლებას. იქ არ ვამტვრევთ კარებს, სადაც ყველაზე მეტად შეგვეშალა ერს და ვაპატიეთ ამათ ამ წუმპეში წაეყვანათ ქვეყანა, აი იქიდან მოვითხოვთ აუცილებლად. ხვალ კიდე 100,000 მოწამის დღეს აღნიშნავენ, ალბათ იტყვიან იმას და გამახვილებულ ყურადღებას ისე საკითხებზე, თუ როგორი იყო საქართველო. ისინი არიან ჩვენი წინაპრები, ღირსეული ადამიანები, რომლებსაც თავის დროზე გასწირეს თავი რისთვის, განა არ შეეძლოთ ასეთ ფუფუნებაში ეცხოვრათ, მაგრამ იმოქმედეს ღირსები და ჩვენ დღევანდელ თაობას არ გვაქვს მორალური უფლება ამ გაგებით იმ აზრით ვამბობ ამასაც, რომ უღირსული საქციელები დაგუპავს და ღმერთი ყველაფერში მოგკითხავს. ამიტომ დროა აიმაღლოს ერმა ხმა და იმოქმედოს ისე, რაც ღირსება შეჩვენის და ადამიანობს. და როდესაც ადამიანობა მარტო სიტყვებზე გვაკერია და არა ქმედებაში, აი ასე დროს სამარცხვინოა ჩვენი თითოეული საქციელი. ხშირად გავიმეორებ, რომელსაც მიგაჩნიათ, რომ ჩვენ სწორ გზას ვადგავართ, რომ ზუსტად იქ ვითხოვთ, სადაც უნდა იყოს მოთხოვნილი, იალბუზის 19 ნომერში. გელოდებით, ეს არის სოკარის ცენტრალური ოფისის წინ და ერთად ერთი კვირა ვაძლევთ ვადას და ერთ კვირაში ჩვენ აქ მოვალთ კარვებით და მთელ საქართველოს აქ შევკრიბავთ. ბევრად მეტი დედები მოვალთ, იმიტომ რომ ეს პროცესი უკვე შეუქცევადია. სადაც გავგედეთ ის, რომ აი ამ კატეგორიის, ვამბობ ამ ინსტიტუტისთვის, რომ აი ეს გვეთქვა, იქ უკვე არაფერზე უკან დამხევები არა ვართ. ხატები და ისინი ოქრო ვერცხლში აქვთ შემკობილები და შედით საპატრიარქოში სიმდიდრეში გშინავს. ამ დროს ადამიანას ხატად შექმნილი ადამიანები ჩვენ ქვეყანაში ისე იჩაგრებიან, ისე შეურაცხყოფელი არიან. ბავშვი, რომელიც პატარა ხედავს, რომ დედა მამას ქუჩაში უყრიან ფულის გულისთვის, არ დასვამ შეკითხვას. რა ხდებოდა მე რა ქვეყანაში გამზარდეთ და ქრისტე სად იყო მაშინ? დაჭირვებულები ნაგავს. სადავართ მაშინ? ამიტომ ამის არ გაჩერდება არაფრით. არ არსებობს ამ პროცესის გაჩერება. გიწევთ ვამბობ იალბუზის 19 ნომერში. ჩვენი რელიგია კიდევ რაზე დგას? მართლ მადიდებლობაზე, რაც სიტყვა გვეუბნება თვითონ რომ მართალი უნდა ვადიდო და თუ ჩვენ მართლის თქმელები არა ვართ, ასე დროს ბოროტებას ვემსახურებით, ასე გამოდის და როდესაც ერი ბოროტების ჭაობშია ჩაფლული, ის აუცილებლად რასაც დათესავს, იმას მოიმკის და როცა საუბრობ და ვამახვილებ ყურადღებას იმაზე, რომ ვინა წმინდანი ჩემთვის პირადად იყო ბერი ალექსი შუშანია, ბეთანიელი ბერები, მამა გიორგი ბასილაძე, მამა გაბრიელი
მამა ნიკოლოზი და კიდე სხვა დანარჩენი, მამა ლეონტი შვანია და კიდე სხვა დანარჩენი, გინ დერში და გინ ბერში, აგერ რო ვასახელებთ კირიონ საძაგლიშვილი, მეორე პატრიარქი წმინდა ამბროს ხელაია, ვაჟაბშაველა, ილია მართალი და სხვა დანარჩენი და შეკითხვა ხონდა დავსვათ ეს ადამიანები რისთვის და ვისთვის იბრძოდნენ. განამათ არ შეეძლოთ სიტყვაზე ამბობთ საკუთარ თავში 9 კლიკურში გამოეკეტათ თავები და ასევე ეთქვა სხვებისთვის რომ ცხონება მხოლოდ ეს არის და ცხონებაზე ილია მართალი რასაც გვეუბნება ის უნდა დავიმახსოვროთ რომ მე შენთვის უნდა ვიყო და შენ სხვისთვის აი გზა ცხონებისა და აი გასაღების სამოთხისაო და თუ ამას არ ვემსახურებით სხვა დანარჩენი ყველაფერი არის სპექტაკლი თეატრი რასაც ხედავთ ყოველდღის განმავლობაში ირგვლივ და ხსნა მხოლოდ არის ქრისტეში საკუთარ სინდისთან რომ მართლები ვიყოთ და ვიმოქმედოთ ისე როგორც ერისთვის არის მისაღები ჩვენ ახლა ველოდებით პასუხს დღეს ჩვენ მოვითხოვეთ შეხვედრა საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელი ჯაღმაიძესთან და მოსაყდრესთან. რომ ჩვენ ერთი კვირის ვადაში ვითხოვთ რომ შეიკრიბოს სინოდი სასწრაფოდ. ქვეყანაში არ არის მარტო არაბიზაცია პრობლემა. ყველაზე დიდი პრობლემა არის ეროვნული ბანკი და გასახლებები და კიდე ყველაზე დიდი პრობლემა რაც არის და რატო გჭირს ნამდვილები რო არიან ეკლესიის გარეთ. რომ ნამდვილები მოყვეთეს რომ სიმართ რო ამხილეს იმის გულისთვის. ამიტომ ამ პრობლემას ჩვენ ყველას ვაერთიანებთ. მაგიტომაც ვისჯებით ერი ხმას რო არ ვიღებთ. მარტო მამაო დამლოცე წმინდანებისგან ეს გვინდა. მაგრამ ფაქტურად წმინდანები ყველაზე მეტად იჩაგრება ამ ქვეყანაში და ნამდვილები. ამიტომ თუ ერი ხმას არ ამოვიღებთ, არც სეც, არ გვეშველება და არც ვართ ღირსები. ამიტომ ორი ობიექტი ერთდროულად ირჩევა. ეროვნული ბანკი, რომელსაც ხმას არ იღებს გაყიდულ საქართველოზე, მათი პოლიტიკის გამო ყოველდღიურ აუქციონზე იყიდება და ბანკი ბანკზე აგზავნის დაცალე 7 დღეში სახლი 10 დღეშიო ჩვენ ორ ობიექტს ვირჩევთ ერთდროულად. ორივე ახლოშია და ამიტომ საპატრიარქოს სასწრაფოდ ერთ კვირაში მოიწვევს სინოდს და გაგცემენ პასუხს ყოველივე იმაზე, რაც ამ ქვეყანაში უღმერთობა იქნა დაშვებული. ზიარება არის საკუთრებად, სულისა და ხორცისა და სადიდებელად ღვთისა და მინიკურნება უარესად გახდა მთელი ეს ეგ არ გახსოვთ რას უნდა დაზვატები სასწაულის და ოპულიტის. იქ არის შესვარის უფასი. გავთიშო თუ იყო შენი ლაივი. ძებასთან ამ მამულები ცოტა ხანი გაგემშვიდობებით, მაგრამ ისევ ჩავთავთ 2 საათამდე ველოდებით პასუხს, რომ დღეს ვინ შეხვდება და გავაგრძელეთ ისევ მაუწყებლობას. გააზიარეთ ერთი თხოვნა მაქვს. გააზიარეთ მაქსიმალურად. იმიტომ რომ დღევანდელი დღე ეს არ არის უბრალოდ ჩვეულებრივი დღე. დედები გამოვედით ყოველივე იმ უსამართლობაზე, ყოველივე იმ უღმერთობაზე, რაც ამ ქვეყანაში ხდება ქრისტეს სახელით. საკმარისია. და ასევე მოუწოდებ ღირსეულ ქართველებს, რომლებისთვისაც ჩვენ სინამდვილეში სახვეწნი არაფერი არ უნდა გქონდეს, რომ გამოვიდნენ და დავდგეთ ერთად ხარდახარ. ჩვენს უკან კი არ, არამედ ხარდახარ და ვიბრძოლოთ და ვიმოქმედოთ ღირსეულად. თქვენი წილი საქართველო დაიცავით ყველა. ამინ.